მოგესალმებით. Დავიწყოთ პრობლემა, თქვენი თავი წარმოადგენთ და პრობლემა რა ხდება? მოგესალმებით. ჩვენ წარმოვადგენთ ზაქარიაძის, სერგო ზაქარიაძის ვანუმრის მოსახლეობას. უпростоრეთ სამწუხაროდ აქ არ არის ჩვენი თავმჯდომარე, რომელიც არის ჩვენი წარმომადგენელი და რომლის სახელითაც არის არჩეული სასამართლოში შეტანილი, მაგრამ ჩვენც ვართ აქტიური წარმომადგენლები, აქტიური მოსახლეობა, რომელიც უკვე პრაქტიკულად თამამად შეიძლება ითქვას კატასტროფის წინაშე გავართ და აი მოგახსენებთ ახლა რაც არის საქმის არსი. ესე იგი 2011 წლიდან პრაქტიკულად დაიწყო ამ პროექტზე მიხეილ ასათიანის მაშინ 10 იყო ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია, ეხლა გახდა ასათიანის 6. აი ამ პროექტის დამტკიცების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 2011 წელს. შემდეგ უკვე 2012 წელს დამტკიცდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა 8 ცათამბჯენის მშენებლობას ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის ტერიტორიაზე, რომელიც რეალურად იყო რამდენიმე დაბალსართულიანი შენობისაგან შემდგარი და უმეტესწილად ეს დაფარული იყო მწვანე საფარით და ეს იყო 600-მდე სახეობა, მათ შორის ბუჩქოვანი, წიწოვანი, ფოთლოვანი და უნიკალური მოკლედ ოაზისი შეიძლება ითქვას ცენტრში, ქალაქის დედაქალაქის ცენტრში ჯანსაღი კლიმატით და მინიჭებული ჰქონდა სპეციალური მწვანე ზონის სტატუსი. როგორც ყველა საავადმყოფოს წინ არსებულ გამწვანებას. აი 2012 წელს მოხდა პროექტის დამტკიცება, ასეთი მასშტაბის პროექტის, რომელზედაც ჩვენ მოვიპოვეთ ზონალური საბჭოს სხდომის ოქმი, ანუ სადაც დამტკიცდა ეს პროექტი და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 9 წევრიდან 4 პირდაპირ წერდა ჯერ კიდევ მაშინ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე წარმოუდგენელია კატასტროფული შედეგების გამომწვევი იქნება. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ჩვენ დავიწყეთ მაშინვე ბრძოლა სასამართლოს შევიტანეთ არჩეულ ბუნებრივი ნებართვის გაუქმების თაობაზე. მე აღმოჩნდა, რომ კონსტრუქციული ნაწილიც ჰქონდათ გასაიდუმლოებული, ანუ ეს უკვე უკანონობა იყო აშკარა დამალული. ამ მაშინ ერთი ცათამბჯენის მშენებლობა იყო, ჯერ ერთზე იყო გაცემული ნებართვა ამ პროექტის ერთ-ერთ ცათამბჯენზე და მოვიგეთ მოკლედ 3 წლის მანძილზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და გაუქმდა, მიღწეულ იქნა ნაწილობრივი გაუქმება, გააუქმა სასამართლომ ის ნებართვა, რომელიც იყო ამ ცათამბჯენზე, სწორედ იმ კანონდარღვევების გამო, რომელიც გამოიკვეთა და რომელიც ჩვენი დოკუმენტაციით და ჩვენი პოზიციით გამოვთქვით და წარმოვადგინეთ და შემდგომ მოხდა ამ პროექტის გაუქმება, პირველად პროექტის და შეიქმნა ახალი პროექტი, მაგრამ ამავე დროს კი ბატონო, ამ ახალი პროექტით დღეს ჩანს, რომ 3 ცათამბჯენი უნდა აშენდეს რის მაგივრად იმ ტერიტორიაზე. აქედან 2 უკვე აშენებულია და აი მესამეზეა ეხლა საუბარი. ეს მესამე უნდა იყოს 33 სართულიანი, რომელიც უშუალოდ ჩვენს კორპუსს ზაქარიაძის ვანომერს ვანომრის წინ შენდება. მთლიანად ფარავს ამ კორპუსს სიგანეზე და რა თქმა უნდა სიმაღლეშიც, იმიტომ რომ ჩვენი კორპუსი არის 10 სართულიანი და 11-ია ერთ-ორ სადარბაზოში და აბსოლუტურად კანონდარღვევით, როგორც მოგახსენეთ, ეხლა ხორციელდება ეს ყველაფერი, რადგან ჩამოვთვლი ეხლა რა უკანონობასთან მქონდა დღემდე დაწყებული თავიდან, როცა დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და დღეს ჩათვლით. ესე იგი გასხვისდა ეს ტერიტორია იმ ფასის მეოთხედში, რასაც იმ დროს ისე გაიყიდა, ეს პრაქტიკულად უკანონო გაყიდვა იყო და გაიყიდა მეოთხედ ფასად იმ პერიოდში. შემდეგ
თვითნებურად უკანონოდ აღმოჩნდა, რომ მოუხსნეს სპეციალური მწვანე ზონის სტატუსი. როგორ, რის საფუძველზე ასეთ არიძებნება ეს დოკუმენტაცია. შემდეგ გაცემული იყო ნებართვა 37 ხმობაში შესული ხის მოჭრაზე. შემოწმდნენ ერთიანად 50-მდე აბსოლუტურად ჯანსაღი ხე მოიჭრა უზარმაზარი სიმაღლის, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და როგორც მახსოვს, მაშინ პროკურატურამ საკმაოდ თანხით დააჯარიმა და რამდენიმე ხანს მიმდინარეობდა ეს კვლევა-ძიება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ როგორც მოგახსენეთ, დამალული ჰქონდათ კონსტრუქციული ნაწილის პროექტი, მოგახსენებათ, ეს არის საჯარო დოკუმენტი და ამის გასაიდუმლოება და დამალვა არ შეიძლება, რაღაც ნოუ-ჰაუს ეგიდით ჰქონდათ ეს გადამალული და ბუნებრივია სასამართლომ ეს უკანონოდ ჩათვალა და შემდგომ ეს უკანონობა შემდგომ აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ სეისმომედეგობის კვლევამ, რაც საჭიროა ამ მასშტაბის და ამ კატეგორიის, უმაღლესი კატეგორიის მშენებლობისთვის. და ბოლოს საერთოდ დარღვეულია ინსოლაციის პრობლემა, ესეც არის საერთოდ მზეს კარგავთ მთლიანად მოსახლეობა და ესეც კანონის მიხედვით არის დარღვევა და ამაზედაც პასუხი არ მივიღია, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში შევიდა ამ საუბაზე საჩივარი. და კიდევ უმთავრესი და აი ამასაც გაჩვენებთ ეხლა, ეს არის გუშინდელი შემთხვევა, სახლმა მიიღო, კორპუსმა მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი. კი ბატონო, ზიანი ჯერ კიდევ 2014 წელს მერიაში ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მერიის ლაბორატორიამ ჩაატარა კვლევა და დადასტურდა იქ და აგერ მაქვს წარმოდგენილი ეს დასკვნაც, რომ ვიბრაცია იყო ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი იმისა, რომ მაშინ აღმოჩენილი იქნა მძიმე კედლების დაზიანებები, მოკლედ სერიოზული იატაკის და ასე შემდეგ ბინებში უკვე გახეთქილი კედლები, ფანჯრები, ჩამოყრილი კაფელი და მოკლედ აი ეს ყველა დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირ დასახელდა ვიბრაცია, რომელიც აი იქ აღნიშნულ მშენებლობაზე მიმდინარეობდა. კი ბატონო, მოსახლეობის მოთხოვნა უკვე იქამდე მივედი, აი გუშინ ეს ყველაფერი გაგრძელდა სამწუხაროდ, უკვე სერიოზული ზიანის ქვეშ დგას ეს საკმაოდ მყარად ნაგები და ერთ-ერთი ცნობილი კორპუსი მთელ საქართველოში და თბილისში. გუშინ უკვე ნახეთ, აი ერთ-ერთ სარდაფში ნაპრალებია უკვე პირდაპირ კედლებზე და იატაკი არის აბსოლუტურად ამოყრილი. და ამის მიზეზი უდაოდ არის აი ეს მშენებლობა, რომელიც დასკვნებითაც არის გამყარებული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ მხრებზე და ჩვენი თვალით ვუყურებთ და ვხედავთ სახლებში რა მდგომარეობა იქნება და კატეგორიულად მოვითხოვთ. შევიდა ერთხელ საარჩევნო სასამართლოში, ეხლა კიდევ მოვითხოვთ კატეგორიულად სასწრაფოდ შეჩერდეს ეს მშენებლობა. გამოთხოვილი იქნას კომისია მერიიდან, რომელიც შეამოწმებს კორპუსის მდგრადობას და საერთოდ ამში ჩვენ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ვითხოვთ საერთოდ გაუქმებას ამ მშენებლობის ნებართვის. ეს მშენებლობა არ უნდა გაგრძელდეს, ეს არის კატასტროფა, როგორც თავიდანვე თვითონ წერდნენ პროექტის დამტკიცების დროს სპეციალისტები და არქიტექტორები, კატასტროფა არა მარტო ჩვენი კორპუსისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იქ არის მიწისქვეშა წყლიანი გრუნტი და ეს აგრესიული წყლები დღესაც ამ წყლებში ხდება და ამ წყლების აი ამ იმაში ხდება ამ კორპუსის მშენებლობა. აგერა გვაქვს სურათები, პრაქტიკულად ტბა არის, ვერ დაარტყეს, ვერსად ბურგი, ყველგან სადაც კი ჩავიდნენ, წყალმა ამოხეთქა და ეს აგრესიული წყლები მიქმნის ჩვენს პრობლემას და მთელ რეგიონსაც. ამიტომ უკვე აი ვართ პრაქტიკულად მსხვერპლი უკვე ამ მშენებლობის. ამიტომ კატეგორიულად აი მოვითხოვთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა. პირველ რიგში შეჩერებას და შემდგომ უკვე გაუქმება საერთოდ მშენებლობა უნდა
რა ხდება იურიდიული კუთხით სასამართლოში შეიტანეთ პროცესი რა ეტაპზეა კი ბატონო სადღაც ვიდრე უშუალოდ იურიდიულ საკითხზე გადავიდოდი მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ დღევანდელი შეხვედრის მიზანი თავი მიზანი არის გარდა ინფორმირებულობისა საზოგადოების რომელიც ისედაც ინფორმირებულია ამგვარი პრობლემატური მშენებლობების როგორც თბილისში ისე სხვაგანაც მაგალითად ბათუმში ჩვენი თავი მიზანია რომ გავაფრთხილოთ ხელისუფლება გავაფრთხილოთ სასამართლო თუ კვლავ გაგრძელდება იმგვარი დამოკიდებულება რომლითაც დღემდე მოდის ეს ძალიან სერიოზული პრობლემატური მშენებლობა ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციებს ამ თემებთან დაკავშირებით ხოლო სასამართლოების მიმართ გაფრთხილება არის იმგვარი რომ ერთი წელია სარჩელი წარმოებაშია მიღებული და დღემდე პრაქტიკულად მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის დანიშნული ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება გვაქვს წარდგენილი სასამართლოსთვის, რომ მას გამოეყენებინა ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები და მინიმუმ დროებით მაინც შეეჩერებინეს მშენებლობა, რათა მომხდარიყო საკითხების არსებითი გარემოებების გამოკვლევა და მოსახლეობისათვის საქართველოს კონკრეტული მოქალაქეებისათვის პრობლემების შექმნისგან თავის არიდების თვალსაზრისით სერიოზული პრევენცია გაეკეთებინა. ამიტომ თუ სასამართლო კვლავ გააგრძელებს იმგვარ დამოკიდებულებას, გულისხმობ თბილისის საქალაქო სასამართლოს და აპელაციას, სადაც ჩვენ შეჩერების თავაზე უარი განჩინებები გავასაჩივრეთ, ასევე სასამართლოს მიმართაც გარკვეულ კანონით დადგენილ საპროტესტო აქციებს განვახორციელებთ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თემას, მე ამ საქმეში ვარ 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც საერთოდ ეს დავა იყო. და შემიძლია გითხრათ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში პროცესები მოიგეთ. ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, რომ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ 2023 წელს თბილისის მერია სხვათა შორის გამარტივებული წესით, რაც არის ყოველად პარადოქსული და გამოუგნებელი, ეს მათივე დოკუმენტებში წერია გამარტივებული წესით, 2012 წლის დოკუმენტებზე, ადმინისტრაციულ აქტებზე დახმობით, გამარტივებული წესით გასცა 2023 წლის 27 მარტს შეფესებ ვითი პროფერცე ამ მრავალ ფუნქციური და მრავალ პროფილიანი 33 სართულიანი მულტიმშენებლობის ნებართვა. რაც არის ყველანაირი ნორმის, როგორც ჩვენ ისე საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევა. ყველა ასპექტში და ყველა პარამეტრებში. მოქმედი რეგულაციური კანონმდებლობის შესაბამისად, სამი სტადია უნდა გაიაროს მშენებლობის ნებართვაზე. პირველი ეს არის, როდესაც დგება ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა. მეორე სტადია არის არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მესამე არის მშენებლობის ნებართვის გაცემა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით სამართლებრივი ნორმების, მტკიცებულებების წარმოჩინებით სასამართლოს ვეუბნებით, რომ სამივე სტადია არის დარღვეული. მაგალითისთვის ვიტყვი ხო, მომზადების სტადია ქალაქმშენებლობითი თემები. აქ მაქვს მე ექსპერტის დასკვნები, რომლის მიხედვითაც ეს პროექტი წარმოადგენს მისი მასშტაბურობის გამო განსაკუთრებულ სივრცეს და სცილდება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ფუნქციების მქონე ობიექტის პრობლემატიკას და მას მნიშვნელოვანი ქალაქ-მაფორმირებელი როლი ეკისრება, როგორც თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ამ უბნის, ისე ზოგადად ქალაქის ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აქ სავალდებულო ნორმატიული საექსპერტო დასკვნები არ არსებობს. პირველ რიგში, ინტენსივობა, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული დასაშვების ნორმების გადამეტებით არის. ეს ყველაფერი გაკეთებული და ჯერ კიდევ 2012 წელს მაშინ მოქმედი, ესე ვთქვათ, ექსპერტები ძანებდნენ, რომ ეს გამორჩეული ინტენსივობის ადგილია და აქ რაიმე კიდევ უფრო, ესეთ სიმჭიდროვის შესაძლებლობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს ცდება და წარმოადგენს მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ საფრთხო თემას. მეორე საკითხი გახლავთ აი მომზადების პერიოდში, როდესაც თემა ეხება ქალაქ ეგმარებას, განაშენიანებას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. მე ვეკითხებ ახლა აქედან ამ ყველა და მათ შორის საპატრულო პოლიციასაც როგორ გაეცით აქ, როგორ გაეცით გეგმა ესა თანხმობა, მაშინ როდესაც შეუძლებელია დღეს თბილისის მასშტაბით პრობლემატიკა, რომელიც საცობებს და ტრანსპორტის გადაადგილების ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უკავშირდება. მაშინ როდესაც ეს გზებიც კი ცენტრალურ სივრცეებში შევიწროებულია და ამ მიმართულებით ქალაქის ტრანსპორტის გადაადგილებას გინდათ თვითონ ხელი შეუწყოთ, აქ ამ სივრცეში და ამ ტერიტორიებზე შეუძლებელია ეს საკითხი პრობლემატიკას არ წარმოადგენდეს და საექსპერტო დასკვნებით აქ სერიოზული საცობი იქნება და ის ზეგავლენას მოახდენს დანარჩენ ტერიტორიებზეც.
მესამე მნიშვნელოვანი დეტალი და გამორჩეული საკითხი გახლავთ ის, რომ აი უშუალოდ სამშენებლო არქიტექტურულ პროექტთან დაკავშირებით რო ვისაუბრებთ, ეს ტერიტორია გახლავთ ზოგადად თბილისიც, მაგრამ ეს ტერიტორია გამორჩეულად არის ტექტონიკურად, გეომორფოლოგიური აგებულებით, გეოფიზიკური აგებულებით, ძალიან სენსიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი და ტექტონიკური თვალსაზრისით რღვევის პროცესში მიმდინარე ტერიტორიას წარმოადგენს და ამას ემატება ისიც, რომ აქ გადის ძალიან მაღალი დონის არტერია თერმული წყლების და დღეს სწორედ ეს, რასაც ახლა ქალბატონი მარიკა ბრძანებდა და რაც ყოველდღიურად ხდება იქ, რომ უწევთ წყლების, ჩადინებული წყლების ამოტუმბვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს მაშინაც ვამბობდით იმ 2012 წლებში და დასკვნებიც იყო და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და მესამე თემა, როდესაც უშუალოდ გაცემა უნდა მომხდარიყო მესამე სტადიაზე, აქ აუცილებელი იყო სამშენებლო კოდექსის მიხედვით ზეგავლენის ანგარიშის წარდგენა, რაც დღის ვითარებით არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ საქმეში არსებული, რომელიც წარადგინეს სასამართლოში, ოპტიმუსის მიერ ზეგავლენის კვლევის ანგარიში ეხება მხოლოდ დემონტაჟს, აი აქ მაქვს ეს დოკუმენტი და არსად არ არის, რომ რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი გარშემო მიმდინარე კორპუსებთან დაკავშირებით. უშუალოდ ეს ისტორიას ეხებოდნენ. ეს ისტორია არ არის, ეს არის კონკრეტული პრაქტიკული მტკიცებულებები. იურიდიულად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნები და რა ეტაპზე სამართლს. ეხლა მე გეტყვით ზუსტად, ეს არის სწორედ ის დარღვევები, რომლიც აი ამ დოკუმენტების არარსებობის და ამ ყველაფრის ფონზე არქიტექტურის სამსახურმა და თბილისის მერიამ მიიღეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული აქტები არის ბათილობის საფუძველს დაქვემდებარებული. ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც ჩვენი ისე საერთაშორისო კანონმდებლობა სივრცითი მოწყობის და ნებართვების გაცემის შესახებ, ინსოლაციის შესახებ საერთაშორისო სტანდარტი და საქართველოს კანონმდებლობა, ქალაქ გეგმარების, პროექტის შეთანხმების სტადიები, ადმინისტრაციული წარმოება არის არასწორად ნაწარმოები და წარმოადგენს ამ პროექტის, ამ 2023 წლის 27 მარტის ბრძანების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს და ამ საფუძველზე სავალდებულოა, რომ ადმინისტრაციულმა კოლეგიამ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა. ეს არის მთავარი საკითხი. ვინაიდან ზეგავლენის შეფასება მომხდარია მხოლოდ 20 მეტრში და ეს 20 მეტრი შეგნებულად გააკეთეს, იმიტომ რომ 20 მეტრის იქეთ იწყება უკვე საკუთრება დანარჩენი მოსახლეობის და ზაქარიაძის ქუჩის ეს კორპუსი პრაქტიკულად შეიძლება საექსპერტო დასკვნით დაექვემდებაროს ნგრევის პროცესს, შეუქცევად პროცესს და გამოიწვევს უამრავი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სერიოზულ ხელყოფას. აი ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით სერიოზული მინიშნებები გვაქვს ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებითაც დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტით ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არის ამგვარი მშენებლობები საქართველოში და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ მოხდება სამართლებრივად სწორი სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებები, ეს წარმოადგენს გახდება უამრავი ადამიანის ინტერესების, საკუთრების ხელყოფის, ჯანმრთელობის ხელყოფის, სიცოცხლის ხელყოფისაც სერიოზული საფუძველი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ ეს გაგრძელდეს. აი ამიტომ ერთ კითხვას გაგიშვებდა და ანუ სასამართლოში რა ეტაპზე? სასამართლოში მოსამზადებლის ხელმოც არ დანიშნულა სამწუხაროდ უკვე აპრილის შემდეგ. თქვენ წარმოვიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ოფიციალური საჩივარი შუამგოლობა გვაქვს შეტანილი, რომ დაჩქარებული წესით, ვინაიდან წარდგენილია ყველა მტკიცებულება, რომ ხვალზე შეიძლება ეს კორპუსი დაინგრეს და მე სწორედ უწევ მოსამართლეს, რომ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც ასეთ საშინელება მოხდება. არადა სამწუხარო რეალობა ჩვენ ვიცით და თბილის ასეთი პრობლემატიკა ჰქონდა და ერთ-ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე გავართ და ყოველი დღე ბზარებს აფართოებს იქ იმ კორპუსში და ყოველი დღე განაპირობებს საფრთხის მოახლოების რეალობას.